უპრეცედენტო გადაწყვეტილება 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო ხდება. საუნივერსიტეტოსთან ერთად მნიშვნელოვნად იცვლება სასკოლო განათლების მოდელიც. არჩევითი მე-12 კლასი, მობილური ტელეფონების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, მხოლოდ განათლების სამინისტროს მომზადებული ერთნაირი სახელმძღვანელოების საჯარო სკოლებში. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ცვლილებების, რომელიც ძალაში 2026 წლიდან ეტაპობრივად შევა. გაიცვლება მომავალი წლიდან საქართველოს სკოლებსა და უნივერსიტეტებში. სანდრო სანაიას და ზურაბ ნერგაძის რეპორტაჟი. ნებაყოფლობითი მე-12 კლასი, პროფილური სწავლა მე-11 კლასში, ერთნაირი სახელმძღვანელოები ყველა სკოლას და უფასო სწავლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ეს იმ ცვლილებების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმა ითვალისწინებს. ცვლილება მე-12 კლასის შესახებ ძალაში 2027-2028 სასწავლო წელს შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ის მოსწავლე, ვინც ახლა მე-9 კლასშია, თავად გადაწყვეტს, 11 კლასი დაამთავროს თუ მე-12 კლასის გაიაროს და დამატებით შესაბამისი განათლების დამადასტურებელი მოწმობა მოიპოვოს. განათლების მინისტრი კურიერი პიესთან ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გაცემული ორივე ტიპის ატესტატს ქვეყნის შიგნით თანაბარი იურიდიული ძალა ექნება. ცვლილება შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებსაც. გაიცემა ორი ატესტატი. პირველი იქნება 11 კლასის დამადასტურებელი, რომელიც სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე მოიპოვოს ახალგაზრდამ ადგილი საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში, ხოლო მას, ვისაც ნებაყოფლობით სურვილი ექნება, რომ მე-12 კლასიც გაიაროს, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობას ჩვენ ვაძლევთ. და ამ შემთხვევაში გაიცემა კიდევ ერთი ატესტატი, რომელიც დამადასტურებელი იქნება იმისა, რომ მან 12 წლიანი სასწავლო პროცესი გაიარა. თუმცა საქართველოში ორივე ატესტატს ერთი და იგივე იურიდიული ძალა ექნება. შეიცვლება მე-11 კლასის პროგრამაც, გახდება პროფილური და მოსწავლეები სკოლაში მხოლოდ იმ საგნებს ისწავლიან, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ. რეფორმის მიხედვით, ოჯახებს აღარ მოუწევთ აბიტურიენტების კერძო რეპეტიტორთან მომზადება. ისინი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას სკოლაშიც შეძლებენ, რაც თავის მხრივ დამამთავრებელ კლასებში მოსწავლეთა დასწრებას გაზრდის. 55 სკოლის ისტორიის მასწავლებელი კურიერი პიესს უყვება, რომ ეს ცვლილება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე დადებითად აისახება. ბოლო კლასებში ბავშვების დასწრება საგაკვეთილო პროცესზე ჩვენთვისაც მასწავლებლებისთვის ძალიან მტკივნეული საკითხი იყო. ჯგუფური მუშაობა, კლასში მუშაობაც სხვა უნარებზე გაყავს ბავშვი და თავისთავად ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის. რაღაც უნდა მოხერხდეს იმისათვის, რომ ავტორიტეტი აუწიოთ სკოლას და მეტად მოვიზიდოთ ბავშვები სკოლაში. აბიტურიენტის კერძოდ მომზადების აუცილებლობა თუ აღარ იარსებებს და მისაღები გამოცდისთვის გაძლიერებულ მზადებას სკოლა უზრუნველყოფს. მშობლები ამას მხოლოდ მიესალმებიან. ძალიან დიდი შეღავათი იქნება როგორც ფინანსური, ასევე დროის ფაქტორით ძალიან დიდია. ნახეთ, სკოლაში დადის ბავშვი, ამ დროს რეპეტიტორთან ემზადება, ძალიან დატვირთულები ვართ. ძალიან ვფიქრობ, რომ სოციუმისთვის, აი ყველა ფენისთვის ძალიან მისაღები და მისასალმებელი იქნება. მინისტრი განმარტავს, რომ რეპეტიტორიუმის კონცეფცია სწორედაც სკოლის, მოსწავლეებისა და მშობლების ინტერესებზეა მორგებული. ჩვენი მიზანი არის, რომ პირველი პროგრამა იყოს სრულ თავსებადობაში ეროვნული გამოცდების მასალასთან, მეორე, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში და მესამე, ოჯახებს მოუხსნათ ის ფინანსური წნეხი, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და ოჯახებს უწევთ ამ თანხის გადახდა იმისთვის, რომ სკოლის გარეთ მოამზადონ აბიტურიენტები, რათა მათ სათანადოდ დაძლეონ ეროვნული გამოცდები. ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში 2 წელიწადში სრულად შეიცვლება სასკოლო სახელმძღვანელოები. არსებულ წიგნებს სამინისტროს მიერ შერჩეული სფეროს ექსპერტების შედგენილი და გამოცემული სახელმძღვანელოები ჩაანაცვლებს. სახელმძღვანელოები იქნება ცოცხალი ორგანიზმი და ახალი თანამედროვე მეთოდოლოგიის ან მნიშვნელოვანი საკითხების შემოსვლის შემთხვევაში ამ სახელმძღვანელოების ეტაპობრივად განახლებაც იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იქნება ერთი და იმავე დისციპლინაში, ერთი და იმავე საფეხურზე, ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო. ეს შეეხება სავალდებულო წესით როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს. რა გამოწვევების წინაშე დგანან პედაგოგები, როდესაც სხვადასხვა გამომცემლობის სხვადასხვა სახელმძღვანელოებით უწევთ საგაკვეთილო პროცესის ჩატარება.
მასწავლებლების აზრით, სამინისტროს მიერ შედგენილი სახელმძღვანელოები მოსწავლეებს უფრო გაუმარტივებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას. ერთი და იგივე თემის სხვადასხვა ინტერპრეტაციით მიწოდება ბავშვისთვის ცოტა დამაბნეველია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აბიტურიენტი ემზადება ეროვნული გამოცდებისთვის, მოცემულობა გვაქვს სხვადასხვა სახელმძღვანელოში. ამიტომ მას უწევს რამოდენიმე სახელმძღვანელოდან ხელმძღვანელობა, იმიტომ რომ არ იცის ეროვნული გამოცდების ტესტის შემდგენელმა, რომელი სახელმძღვანელოთი იხელმძღვანელა, როდესაც აკეთებდა ტესტს. ამიტომ ეს ამბავი თუ იქნება დარეგულირებული და ერთი სისტემაში მოვა და შეიქმნება საუკეთესოთა შორის საუკეთესო სახელმძღვანელო, ჩვენ ძალიან გაგვიმარტივებს საქმეს. ეროვნული ფასეულობები ლიბერალური ღირებულებების ნაცვლად. ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი პუნქტი სკოლისთვის აღმზრდელობითი ფუნქციის დაბრუნებას გულისხმობს. განათლების მინისტრი მიიჩნევს, რომ განათლების არსებული მოდელი ვერ აკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნებს. 2004 წლის დოკუმენტი მთლიანად იყო გაჯერებული ლიბერალური ღირებულებებით. ეროვნული ფასეულობები, ეროვნული ღირებულებები, პატრიოტული სულისკვეთება, კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა, სახელმწიფო ენის ცოდნის გაძლიერება, საქართველოს ისტორიის სიღრმისეული შესწავლა, ეს კომპონენტები დავაბრუნოთ სკოლაში. ის რაც იყო არ გვაძლევს იმ შედეგს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის დამახასიათებელია. ამიტომ ეს ეროვნულობა უნდა დავაბრუნოთ პირველ რიგში სკოლებში. სასწავლო პროცესში შეზღუდვა დაწესდება მობილურ ტელეფონებზეც. საჯარო სკოლებში დაბრუნდება სასკოლო ფორმებიც, რომლებიც მე-6 კლასის ჩათვლით სავალდებულო იქნება. სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასკოლო ფორმებით სახელმწიფო უზრუნველყოფს. განათლების რეფორმა ტარდება უმაღლეს სასწავლებლებშიც. იცვლება სტუდენტების დაფინანსების საგრანტო პოლიტიკა. 2026 წლიდან ყველა სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებს, უფასოდ ისწავლის. მომავალ წელს კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები კი სახელმწიფო დაფინანსებით ვეღარ ისარგებლებენ. მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ შემდეგი მიღებიდან 2026 წლის მიღებიდან უკვე სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა იქნება სრულიად უფასო. ანუ ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და მის შემდეგ წლებში უმაღლეს სასწავლებლებში, სახელმწიფო სასწავლებლებში ყველასთვის სწავლა იქნება უფასო. ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში პირველი ცვლილებები 2026 წლიდან შევა ძალაში.